ხვალ თბილისსა და მთელ საქართველოში სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა ალილო გაიმართება. დედაქალაქში შეკრება 14 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. სადღესასწაულო მსვლელობის დროს ალილოს მონაწილეები მოსახლეობას გალობით ქრისტეს შობას მიულოცავენ. ქრისტეს შობის מחარებლები რამდენიმე ადგილზე გაჩერდებიან და საშობაო ნობაც მიიღებენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება. ალილოს მსვლელობის დროს შეგროვილი ნობათი კი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ქალაქ თბილისში მოეწყობა ტრადიციული მსვლელობა. ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საპატრიარქოს ორგანიზებით იმართება უკვე წლებია და ეს მსვლელობა დაიწყება დღის 2 საათზე. და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში. მსვლელობა იწყება პირველი რესპუბლიკის მოედანზე და აი ამ მსვლელობაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. საინტერესო ის არის, რომ აი ამ მსვლელობის დროს გროვდება სხვადასხვა სახის შემოწირულობა და ტრადიციულად შემომწირველებს შეუძლიათ აი ეს შემოწირულობა შემოსწირონ პირველი რესპუბლიკის მოედანზე და ასევე სამების საკათედრო ტაძარში ახალგაზრდულ ცენტრში.